უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო რამდენიმე საათის წინ თბილისიდან ქუთაისში მშობლების სახლში გადაასვენეს. ცხედარი ქუთაისში პოლიციის ექსკორტმა ჩააცილა. დაღუპულის მამა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავათ. ალექსანდრე გრიგოლაშვილს ქუთაისში დაკრძალავენ, თუმცა როდის ეს ჯერჯერობით უცნობია. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ჩემი შვილი იყო მებრძოლი და როგორც მებრძოლი ისე არ დაიცვა. ძალიან თხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არ უნდა იყოს, დაანებონ თავი ამ თემაზე უკვე დღეიდან ლაპარაკს. იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, უნიჭიერესი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც აი ნამდვილად იყო მებრძოლი თავისი საქართველოსთვის, თავისი ხალხისთვის და ასე დაამთავრა თავისი ცხოვრება. უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი საქართველოში დღესდღეობით ჩამოასვენეს. ალექსანდრე გრიგოლაშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დახვდნენ. გრიგოლაშვილი უკრაინაში ბატალიონ აიდარში მსახურობდა, ის 18 დეკემბრის ღამეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ შასტეისთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ზუსტად 8 საათსა და 30 წუთზე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის თვითმფრინავი, რომელმაც გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცი სამშობლოში უკანასკნელად ჩამოიყვანა. ალექსანდრე გრიგოლაშვილის ცხედარი საქართველომდე მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა. სამშობლოში კი გარდაცვლილ ჯარისკაცს უკვე ოჯახის წევრები ელოდნენ. ჩემი მეუღლის დიდი სურვილი იყო, რომ მონაწილეობა მიიღო ჩვენი საერთო მტერის განადგურებაში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გმირის სახელი დაეტოვებია ამ ქვეყანაზე. ის არა მარტო ჩემი გმირია, როგორც მეუღლე, არამედ არის მთელი ერის გმირი და ძალიან უბედური ვარ და ძალიან ამაყი, რომ ყავს ასეთი მეუღლე. ალექსანდრე გრიგოლაშვილი საქართველოში ჯერ კიდევ გუშინ ღამით უნდა გადმოესვენებინათ, თუმცა უამინდობის გამო ფრენა გადაიდო და თვითმფრინავი, რომელშიც ცხედარი იყო დასვენებული, ერევანში დაჯდა. მთელი ღამის განმავლობაში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები ელოდნენ. ეს კონკრეტული ტრაგედია, რაც ამ ოჯახს დაატყდა და ყველას ჩვენ დაგვატყდა თავს, არის ერთ-ერთი ის გარემოება, რაც ჩვენ ერებს და ჩვენ ხალხებს კიდევ ერთხელ ამ რთულ ვითარებაში აერთიანებს. სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ყველა პატრიოტი დღეს აქ იყო აეროპორტში, იმიტომ რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი იცავდა საქართველოს უკრაინაში. მოსვლა ეს არის პატივის მიგება გმირის მიმართ და იმ საქმის მიმართ, რომელსაც ის შეეწირა. და რომლის საფუძველზეც არსებობს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში ბატალიონ აიდარში მსახურობდა. ის 18 დეკემბრის ღამეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ შასტეისთან ორმხრივი სროლისას დაიღუპა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გრიგოლაშვილს უკრაინის მოქალაქეობაზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი. არიან ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ იღუპებიან. ადამიანები, რომლებიც მიდიან წინ, რომლებიც ცდილობენ იბრძოლონ და იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ. ასეთი იყო ალექსანდრე. თქვენ კარგად იცით რა ხდება უკრაინაში. უკრაინა აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. ეს ნაციონალური საკითხი არ არის, ეს სამართლიანობისთვის ბრძოლაა. გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი 32 წლის იყო. 2008 წლამდე ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მისი დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.